ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 30 ივლისს გამართული პოლის საბჭოს ხდომა ქვორუმის არარსებობის გამო არალეგიტიმური იყო და მიღებულ გადაწყვეტილებებს სამართლებრივი ძალა არ აქვს. პარტიის სხვა ლიდერები კი ამ შეფასებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ დესტრუქციულად მოქმედებს ბოკუჩავა და თავად აღმოჩნდა იზოლაციაში. ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებს ცოტნე შაუშაძე აკვირდება და თემის დეტალებს მისგან პირდაპირ ეთერში მოვისმენთ. ცოტნე მოგესალმები და გისმენთ. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ თინა ბოკუჩავას განცხადებები ამ მომენტში თუ ვიმეთვის არის სასარგებლო, ეს არის ქართული ოცნება, რადგან შესაძლოა მისი განცხადებები სპეკულაციებისთვის კიდევ უფრო მეტად გამოიყენოს მმართველმა გუნდმა, როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რეალურად 30 ივლისს ჩატარებული პოლის საბჭოს ხდომა სრულიად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც მისი კვორუმისთვის იყო შესაბამისად საჭირო და ამბობენ იმასაც, რომ ამ ყველაფერზე დასტურს პოლის საბჭოს წევრები და მათ შორის, რა თქმა უნდა, თინა ბოკუჩავაც მიიღებენ, როდესაც მათ გადაეგზავნებათ ხელმოწერილი დოკუმენტი იმ პირებისას, რომლებიც დაესწრენ აღნიშნულ პოლის საბჭოს ხდომას. ასევე ისინი ამბობენ იმასაც, რომ იმედოვნებენ ყველა შემთხვევაში, რომ თინა ბოკუჩავა გადაახავს იმ წყენას, რომელიც მას გააჩნია პარტიის მიმართ და შესაბამისად ის დარჩება ნაციონალურ მოძრაობაში და გააგზავნებს გუნდთან ერთად საქმიანობას იმისთვის, რომ მიაღწიოს საბოლოო შედეგს. მე ძალიან გამიკვირდა თქვი ეს რამდენჯერმე მედიაში თინას ეს განცხადება, იმიტომ რომ არაფერი ამ ხდომაში ლეგიტიმური არ იყო, რო არ ყოფილიყო კვორუმი, ხდომა არც ჩატარდებოდა, რატო გააკეთა ეს განცხადებები, ვერ გეტყვით. ისე მინდა გითხრათ, რომ ყველა შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ რამდენად შეეძლო თქვა პარტიას დაენიშნა ყრილობა, ყრილობის დანიშვნა არავის არანაირი манипуляცია არ ჭირდებოდა, შეუძლია როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრებს, შემადგენლებს, ასევე გენერალ მდივანს. თინას პოზიცია არის ფაქტობრივი დესტრუქცია თანაგუნდელების, თანამებრძოლების მიმართ. პირველ რიგში ჩვენ ექვაერთიანებს დობა ერთმანეთის მიმართ და როდესაც დობა ქრება, მაშინ ჩდება უამრავი შეკითხვა. მაგალითად, მაინტერესებს თინა ბოკუჩავას ამ პოზიციას ვინ მეთანხმება, მე როგორც ვიცი არავინ. ის არის მარტო საკუთარ განცხადებასთან და აზიანებს საკუთარ თავს და რა თქმა უნდა მე განვიცდი, რომ ესეთ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ამბობენ ქართულ ოცნებაში, ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობა კიდევ უფრო მეტად დააკარგავს იმ ელექტორატს, რომელიც მას ჰყავს და როგორც ისინი ამბობენ, ეს არის რეალური სახე აღნიშნული პარტიის, მათი განცხადებით ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირების მიზეზი, რომელიც უკვე საჯარო გახდა, არის რეალურად ის პარტიული თანამდებობები, რომელსაც ვერ ინაწილებენ აღნიშნულ პარტიაში და აცხადებენ, რომ სვამენ რიტორიკულ კითხვას უпростоრად იმის შესახებ, რომ როგორ უნდა მართოს აღნიშნულმა ძალამ ქვეყანა და როგორ უნდა შექმნას აღნიშნულმა პარტიამ ვისთან ერთად კოალიციური მთავრობა მაშინ, როდესაც შიგნით პარტიაშივე ვერ ახერხებენ თანამდებობების გაყოფას. ეს არის პარტია, რომელიც ამ დასუსტებულ ოპოზიციაშიც კი მეორე ადგილზე გავიდა. არავითარი შანსი არ აქვს მათ სამალოთ. არის შიდა დაპირისპირებები, რაც არის საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის სისუსტის გამოვლინება. უკვე პარტიის შიგნითაც კი აქვს დაპირისპირებები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიანიშნებს მათ სისუსტეზე და მნიშვნელოვანი ასე გაგრძელდა ეს პროცესები, ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში ნამდვილად არ არის. კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით უბრალოდ ვერ განვითარდება. კონკრეტულ ამორჩეველს ძალიან ღრმა ანალიზი არ ჩასულიყო ამ პარტიის კრიზისთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ასე ვთქვათ, საჯარო კინკლაობა და ეს საჯარო ბრალდებები, ვინ მოიტყულა და ვინ გააყალბა ოქმი და ვის არ შეატყობინეს პოლის საბჭოს, ეს აჩვენებს უკვე ჩვეულებრივ რიგით ამორჩეველს, ნაციონალური მოძრაობის რიგით ამორჩეველს, რომ ამ პარტიამ ყოველგვარი დობის, ასე ვთქვათ, რესურსი დაკარგა. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ 5 აგვისტოს, როდესაც ჩატარდება უკვე ყრილობა, მიიღებენ იმ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ის საბჭო, რომელიც გააგრძელებს ნაციონალურ მოძრაობის საქმიანობის წარმართვას. ეს იქნება რამდენიმე პირისგან შემდგარი საბჭო, რომელსაც ექნება თანაბარი უფლებები და სწორედ ისინი წარუძღვებიან პარტიის საქმიანობას, ასევე პარტია იქნება საკმაოდ გამჭვირვალე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს დააკვირდეს პარტიაში მიმდინარე მოვლენებს, ისინი ასევე
საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გუნდთან ერთად დიდი ალბათობით იქნება აღნიშნული საბჭოს წევრი, ასევე მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნულ პროცესებში. ისინი არ გამორიცხავენ ასევე იმასაც, რომ საზოგადოებისთვის ბევრი ძალიან ნაცნობი სახე მოხდეს აღნიშნული საბჭოს შემადგენლობაში და დაახლოებით მათ ექნებათ 6 თვე იმისთვის, რომ თავიანთი სამუშაო გეგმა გასწიონ. შესაბამისად 6 თვის შემდეგ ისინი ვარაუდობენ, რომ ჩაატარებენ რიგარიშე ყრილობა, სადაც უკვე შეაფასებენ იმას, თუ როგორ გაიარა განვლილმა 6 თვემ, რამდენად კარგად იმუშავა ახალმა მართვის სისტემამ და ამის შემდეგ უკვე გადაწყვეტავენ, თუ როგორ გააგრძელონ პარტიის მმართველობა.